ხელოვანები თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხვალ საკანონმდებლო ორგანოსთან კულტურის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ. წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი. ამ მოთხოვნით ხელოვანები პარლამენტთან სამთავრობო პროგრამის განხილვის პარალელურად შეიკრიბებიან და დეპუტატებს მოუწოდებენ არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს. ნინა მაჩაბელი ესაუბრა აქციის ორგანიზატორებს და მათ პოზიციას ახლა პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. გისმენთ ნინა. აქციის ორგანიზატორებიც და მონაწილეებიც თვლიან, რომ ის რაც ხდება დღეს კულტურის სამინისტროში არის როგორც მიზანმიმართული, ასევე არაპროფესიონალიზმის შედეგი. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პირველივე დღიდანვე ზღუდავს მინისტრი, რომ არ იყოს თავისუფალი აზრი ამ სამინისტროში და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი თანამშრომელიც კი გაუშვა, ჩაატარა რეორგანიზაცია სამინისტროში, საკმაოდ ბევრი საქმე უკვე მოიგეს უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა, თუმცა თეა წულუკიანისთვის ეს არაფერს ნიშნავს და ისინი თანამდებობებზე არ აღუდგენია. გარდა ამისა, აქციის მონაწილეებიც და ორგანიზატორებიც მიიჩნევენ, რომ ასევე ის რაც ხდება კულტურის სამინისტროში არის არაპროფესიონალიზმის შედეგი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის გაურკვეველია, რატომ ზიანდება გელათი, სხვადასხვა ტაძარში უნიკალური ფრესკები და სწორედ მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი არის არაპროფესიონალიზმის შედეგი. აქედან გამომდინარე, აქციის კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები ხვალ შეიკრიბებიან შვიცაძე პარლამენტის უკანა შესასვლელთან და მოითხოვენ დეპუტატებისგან, რომ თეა წულუკიანს მომავალ მინისტრთა კაბინეტში ნდობა აღარ გამოუცხადონ. თეა წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი, ჩვენ ამას ვაპროტესტებთ 8 თვეა უკვე და ხვალ საკომიტეტო შეკრებაა, რომ თეა წულუკიანი ისე ფორმალურად, რა თქმა უნდა, ისე უნდა დანიშნო კულტურის მინისტრად, ეს ადამიანი არ მიდის და ყველას ველოდებით იმის რომ შემოუერთდეს და გააპროტესტოს ის, რაც არის, გელათის ფრესკები დააზიანა ამ ადამიანმა კინოში, რაც გააკეთა კიდე ცალკე ამბავია. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს ქალი აღარ იყოს კულტურის მინისტრი, იმიტომ რომ ეს მთელი ერის და არ ვიცი, საერთაშორისო ასპარეზის ტრაგედია სრული ამ ქალის კულტურის მინისტრად ყოფნა. ჩემი აზრით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის უზენაესი, რაც მის პირობებში პირდაპირ შეუძლებელია და მასნაირად ხელოვანი ადამიანები რეპრესირებულები ვართ მისი პოლიტიკით. შენ შემთხვევაში მიზანმიმართული არის ხომ ვთქვათ მისი ბრალდებები და განცხადებები იგივე კინოსექტორის მიმართულებით. არის ხოლმე შემთხვევები ჩემი აზრით, რომ კომპეტენცია არ ყოფნის, ეხლა არ მგონია რომ ძალით დაეზიანებინათ გელათი, იგივე დოკუმენტური კინოს შემთხვევაში ბრალდება აქვს ხოლმე ხშირად ესეთი, რომ სცენარი შეცვალა რეჟისორმა, რაც ასევე მგონია რომ არაკომპეტენტურობის ბრალია. თეა წულუკიანის გათავისუფლებას მინისტრობიდან, კულტურის მინისტრობიდან ითხოვენ უკვე ხელოვანები რამდენიმე თვეა, თუმცა ამ თვეების განმავლობაში შედეგი ამ მოთხოვნას არ მოჰყოლია. პრობლემები კულტურის სამინისტროში საკმაოდ ბევრია. მთავარი არის ის, რომ თეა წულუკიანი ზღუდავს სამინისტროში კრიტიკული აზრის გახმოვანებას თანამშრომლების მხრიდან და ამავდროულად, როგორც ხელოვანები ამბობენ, არის არაპროფესიონალიზმი, რაც საკმაოდ ძალიან ბევრ კულტურულ მემკვიდრეობით ძეგლს ანადგურებს. აქედან გამომდინარე, ისინი გამართავენ ხვალ აქციას და მოუწოდებენ საზოგადოებასაც, რომ მათ გვერდში დადგნენ, რადგან ისინი თვლიან, რომ თეა წულუკიანს კულტურის სამინისტროში არაფერი ესაქმება.